სასახლო ვერაფერს გამოაპარებდა. ჩვენს ეზოში შემოდგომა მოვიდა, მეგობრებო, მაგრამ დღეს ეზოზე არ ვსაუბრობ. დღეს ბევრად საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ალბათ ნებისმიერ თქვენგანს დაგრჩენიათ შუქი ან ტექნიკა სახლში გასვლის შემდეგ, ან დაგიკარგავთ გასაღები და ბევრჯერ გინატრიათ, რომ ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოგეგვარებინათ. ეს პრობლემა არც ჩვენთვის არის უცხო, რის გამოც თავიდანვე გადავწყვიტეთ ჭკვიანი სახლი აგვეშენებინა და სმარტერების დახმარებით ჩემი აზრით ძალიან მაგრა გამოგვივიდა. მოკლედ ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ გავაჭკვიანეთ ჩვენი სახლი, როგორ ავაწყეთ უსაფრთხოების სისტემა და ბევრი სხვა დეტალი. პლუს ჭკვიანი ფარდები, ჭკვიანი ჩამრთველები, EcoFlows AI სისტემა, მზის პანელები და მოკლედ ყველაფერი, რაც ცხოვრების გამარტივებაში გვეხმარება. სმარტერებთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 3 წლის წინ დავიწყეთ, როდესაც სახლის შენებას ვიწყებდით და უბრალოდ შავ კარკასზე ვიყავით და ელექტროინჟინერებთან ერთად გავდიოდით დაქსელვის ნაწილს და ავარჩიეთ პირველ რიგში, ესე ვთქვათ, სმარტ საკეტი. თავარი კარისთვის ეხა განახებთ ამასაც, მაგრამ ასევე ეზო შემოსასვლელი კარიც კოდზე გვაქვს, გასაღები გვინდოდა რომ არ გქონოდა, როგორც უკვე ვახსენე და იყო ჩვენი თავარი ის. და გვიწყებია ვიღაცას გაყოლია გასაღები, მე შუაგზაში რომ ურეკავ, ვერ გაწვდიან, მე ვიღაცას უნდა გამოატანოს, მაქსიმალურად გვეცადეთ რომ გასაღები საერთოდ არ ქონოდა სახლში. თან სახლში ბევრი ვინმე მოძრაობს, ხან კირა მოდის სკოლიდან, ხან ჩვენ და მოკლედ გასაღებები პრობლემა იყო რა, ამიტომ ნათესავები მოდიან ხოლმე, გინდა რომ ეგრევე შევუშვა სახლში, რომ გარეთ არ გელოდონ თუ არ ხარ სახლში და ასე შემდეგ. ბევრი პრობლემა. ამიტომ ესეთი მარტივი გადაწყვეტა არის, აი ესეთ საკეტი ავარჩიეთ სმარტერებთან, რომელიც რა თქმა უნდა მუშაობს ქარდზეც, რა თქმა უნდა მუშაობს ნამდვილ გასაღებზეც, კოდზეც, აი აქ შეიყვან კოდს. არ არის პრობლემა, შემიძლია გითხრათ კოდი 774568 და რა თქმა უნდა ანაბეჭზე, აი ესე, მიადებ და სად არის? და ამ დროს რა თქმა უნდა შეტყობინება მოდის ჩვენს აპლიკაციაში, აი უკვე მომივიდა შეტყობინება, სადაც მეუბნება რომ აი გიორგიმ კარი გააღო. კირას ანაბეჭზე, კირამ კარი გააღო. ესეთი შეტყობინებები მოდის, ამიტომ ეს და ზოგადად სმარტ საკეტი არის უიდეალური ესე გამოსავალი ჩემი აზრით სახლში, ეზოში თუ ასე შემდეგ. შემოსასვლელში სამსახურშიც კი, შემდეგ იქნება სამსახურში. სამსახურში დავაკეთებ. შემოსასვლელში Wise-ის საკეტი გვიყენია, ის ოდნავ სხვანაირი არის, იქაც კოდიც ანაბეჭდით მუშაობს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, თეო, დეტალურად ეხა კამერების ლოკაციებს და რაღაცებს არ გაჩვენებთ რა თქმა უნდა და არ მაგრამ 1-2 ხრიქს მოუყვებით. რაში გვეხმარება ჩვენი Wise-ის კამერები. მანამდე შესავალს ვიტყვი, რომ ჩემით დავაპროექტე, გამოვიწერე, გავააქტიური, ანუ არავინ არ დამიქირავებია ამ კუთხით, რომ აეწყო კამერების სისტემა, ამიტომ არავის სასპონსორო ამბავი არ არის, Wise-იც იმიტომ ვახსენე, რომ უბრალოდ მე მომწონს და მართლა გამოვიწერე ყველაფერი და ავაწყე. თუმცა, გვეხმარება ძალიან ბევრ რამეში, თეო შეგიძლია განავრცო. კი ბატონო, პირველ რიგში აქ არის მთლიანი სისტემა, ეხლა Wise-ის კამერების და პროდუქციის. ძალიან დიდი კამერაა, ამიტომ შეგიძლია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ლოკი არის, საიდანაც შეგიძლია რომ კოდი შეიყვანო შეხვიდა სახლში, თითქოს ანაბეჭდას შეგიძლია იგივე გააკეთო, იკეტება, იღება ავტომატურად. ეს ეზოს ის არის რა. კი ბატონო, ამის გარდა აქეთ გვაქვს ზარი, ესეც doorbell, ოღონ smart doorbell-ია, იმიტომ რომ აქ აქვს კამერები, ანუ ვინც დარეკავს, ეხლა ზარი შიგნითაც ისმის. შიგნითაც ისმის და ამ დროს ზარი შემოდის ჩემთან ასევე პირდაპირ აპლიკაციიდან. და ვთავ და ველაპარაკები პირდაპირ ადამიანს. ზუსტად ხედავ ვინ მოვიდა, ვინმე თუ მოუახლოვდება, ამას აქვს ასევე ჩაშენებული AI. სამ რაღაცაზე რეაგირებს, ადამიანი თუ მოვიდა კართან, ავტომატურად რეკავს, რომც არ დარეკოს ადამიანმა, ეგრევე შემოდის ზარი ჩვენთან და გვატყობინებს, რომ ადამიანი დგას კართან და გირეკავს ან ცდილობს შესვლას. მეორე შემთხვევაში ვინმე თუ ამანათი დატოვა, ან ამანათით მოვიდა, ადამიანსაც ცნობს, ავტომობილებსაც ცნობს, ეგ არის თავად. და ცხოველებს. AI ფუნქციაა რა, ესე ვთქვათ, შეგიძლია მარტო ჩართო რომ მხოლოდ ადამიანზე კონდეს რეაქცია, შეგიძლია ჩართო რომ package-ზე კონდეს. მოკლედ, თუ გზასთან ახლოს ცხოვრობ, შეგიძლია რომ მანქანებზე მონიშნო რომ არ მომივიდეს შეტყობინება და მხოლოდ ადამიანებზე მომივიდეს შეტყობინება. მაგალითად ესეც შეიძლება. ცალკე ვიტყვი რომ ამ კამერას აქვს თავისი სანათი, რომელიც ავტომატურად აქტიურდება თუ ვინმე მოუახლოვდება ამ სივრცეს. ეხა დაბალზიანათებს, იმიტომ რომ დღისით დაბალზიანათებს და დაყენებული გვაქვს მოძრაობის სენსორზე არის, მოკლედ დაკავშირებული. ამის გარდა კიდე ასევე შეგიძლია განგაშის ჩართვა ავტომატურად ან manually აპლიკაციის მეშვეობით. რაც შეეხება პირველ სართულს, ბევრი არაფერი არ არის, ესე რომ უყურებ ხოლმე თითქოს, მაგრამ პრაქტიკაში ხა უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ამ სახლში გადმოვედით და ძალიან პრაქტიკულია ელექტროფარდები. მაგიტომაც ერთ რაღაცას ვიტყვი, ძალიან კარგი იყო რომ შევხვდით სმარტერებს, იმიტომ რომ სმარტერებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით და ძალიან სწორი სცენარები შევარჩიეთ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება ცოტა უფრო მარტივი ყოფილიყო. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიები არის სმარტი, ანუ მაგალითად განათებები, გასმარტებულია, გაჭიანებულია, ჩამთველები, ასევე ფარდები და სხვა, თუ
თუნდაც ტელევიზორი და ასე შემდეგ. ამის გარდა სცენარები გვაქვს შექმნილი, როგორც თეო მახსენა და ამ სცენარებზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. ეხლა კი რაც შეეხება ფარდას, აი ესე მუშაობს ელექტროფარდა. ეხლა ამ მომენტში ხელით გადმოვწიე და წამოვიდა უშუალოდ ფარდა და იკეტება. თუმცა იმის გარდა რომ შეიძლება smartphone-ი სულ არ გქონდეს ხელში და არ იყოს პრაქტიკული, შეგიძლია უშუალოდ ფარდას მოკიდო ხელი, ეხლა გავაჩერე, შეგიძლია უბრალოდ გაკაჩო ოდნავ და უკვე თვითონ წავა და თვითონ მივა ბოლომდე. ასევე ფარდების მართვა შეგიძლია შიდა პანელიდან, თავარი პანელიდან, რომელსაც ეხლა გაჩვენებთ. მოკლედ ეს არის თავარი პანელი, რომელიც პირველ სართულზეა და ესეთი ერთი გვაქვს კიდე მესამე სართულზე, სხვა შორის ერთმანეთში ქოლით შეიძლებაო და არასდროს არ გამიტესტავს ეგ, მაგრამ აქედან ხო, მე გაგებული მქონდა. მოკლედ, აქედან შეგიძლია ძალიან არტივად სცენარებიც აირჩიოთ და ასევე მართოთ ფარდები. აი ეს არის მაგალითად პირველი ფარდა, რომელზეც შეგიძლია რომ აი ესე გადაწიო, მაგალითად დააყენო ნებისმიერ პროცენტზე და ფარდა უკვე გადაიწევა იმ კონკრეტულ ადგილას. ყველაზე ხშირად ასევე ვიყენებთ ხოლმე აი ამ სცენარებს. Sleeping mode, away mode, არის welcome mode, ანუ სახში თუ მოვდივართ ხოლმე welcome mode-ი რთავს ყველა შუქს. ეს სცენარები ინდივიდუალურად გვაქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, ანუ რა დაზე რა გინდა. გავიარეთ, რომელ ოთახში რა შუქი უნდა ჩაირთოს, რა დონეზე უნდა გაიწიოს ან დაიხუროს ფარდები და ასე შემდეგ. ნახე, ოპს დამიჭირა სცენარზე, ბოდიში გავთიშე ყველაფერი. ნახე რა აღმოვაჩინე მეგობრებო. თურმე ეს ასაძრობი გვაქვს ამდენი ხანია. მაგით არ მუშაობდა მეთქი რაღაცას. Unboxing-ის გამოგივა. ამასობაში აი ახალი წელიწადნახევრის შემდეგ თურმე ეს ამდენი ხანი გქონდა. ვაუ, რა მაგარია, ნახე. ფარდებზე სწრაფი წვდომა ესე გვაქვს. პირველი სართულის ფარდებზე ესეა დაყენებული. ხოლო აქეთ ხარეს უკვე სცენარები, ესე ვთქვათ, AI სცენები გაქვს. Sleeping mode-ი, სახლიდან გასვლის, ანუ away mode-ი, ფარდები იკეტება, შუქები ქრება, ყველა ხო, ყველაფერს სმარტია ითიშება. არ დაუვარო, ეგ არის მარტივი, რომ სახლიდან რო გადიხარ, ზუსტად ერთ ხილებს ვაჭერთ და ყველაფერი ითიშება და ფარდები იხურება. Welcome, all lights off, ანუ შეგიძლია მხოლოდ შუქები, cinema mode-ი, ფარდები იკეტება, შუქები ქრება, მხოლოდ ერთი შუქი ინთება, სადაც საჭიროა. ასევე მეორე სართულის დენის გათიშვა, პირველი სართულის დენის გათიშვა, ყველა შუქის ანთება და ასე შემდეგ. და ასევე მთავარი არის ის, რომ Orvibos აპლიკაციაში სმარტელების დახმარებით იგივე ყველაფერი გვაქვს, ასე ვთქვათ, დამირორებული. ანუ იგივე სცენარები, რაც აქ არის ჩვენს აპლიკაციაში. ამიტომ ახას თუ ვერ მივაჭირეთ და გვავიწყდა და მანქანიდან დავინახეთ სახლში შუქი რო დაგვრჩა, აპლიკაციიდან შვებით. ასევე სცენარებში დამატებული გვაქვს აი ესეთი საინტერესო რამე. Garage door. ანუ შემოსასვლელი უკანა გარაჟის კარსაც, რა თქმა უნდა, ამ სცენის დახმარებით ვაღებთ და ვკეტავთ თუ ფიზიკური გასაღები დაგვრჩა. ეგ ძალიან მინდოდა. და ასევე smart gadget-ებში ჩემი ყველაზე საყვარელი, ჩემი მეორე ცოლი, სახელად ჯერ არ მომიფიქრებია რატო მეჭვიანო? არა. დაუძახეთ, თუ გინდა შენი საუკეთესო მეგობარი. ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც თვითონ აქ არ არის ამ მომენტში, მაგრამ ეს არის Roborock-ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელი, რომელიც რეცხვით, წმენდით ყველაფრით ძალიან კარგია, რეცხავს კიდეც, წმენს კიდეც იატაკს, შეგიძლია დღეში ორჯერ, სამჯერ გამოუშვა, ოჯახის მეგობარი. როგორი თვიანოს просто ვერ ხვდები. ვაფშე არ ვეჭვიანობ, ამის გარეშე მართლა ძალიან. ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა, ეხლა რემონტზეა წაღებული სერვისი ჩვენთან წავიღეთ, იმიტომ რომ რაღაცა გაიჭედა და მოკლედ არ ყვევენ ბიჭები. DJI-მ გამოუშვა, სხვათა შორის, DJI-მ ეხლა ხანს ტვერსასრუტი. ძალიან რენდომად, ძალიან უცნაურად. არ ველოდით დრონების მერე. კამერებს უშვებს და ეხლა უკვე ტვერსასრუტი გამოუშვა. არ ვიცი როდის იქნება საქართველოში, მაგრამ მეორე სართულზე სიამოვნები დავამატებთ, იმიტომ რომ მეორე სართულზე ამის აღება მიწევდა ხოლმე, ატანა და იქ გაშვება რა. თუმცა აპლიკაციიდან ოთახების მიხედვით გეგმავ, თუ გინდა დაასქეჯულებ, ანუ დაგეგმავ და თვითონვე გამოვა მოწმენს, მორეცხავს, თუ გინდა მორეცხავს კი არა და მოწმენს და მოატვერსასრუტებს. მოკლედ ისეთი რაღაცაა, რომელიც ბევრ ოჯახში კი არა და ყველა ოჯახში უნდა იყოს, იმიტომ რომ არ გიწევს ცალკე ხელით ტვერსასრუტი მოგვა. ძალიან მარტივია რა, სულ აქვს 3 რეზერვუარი, სუფთა, ჭუჭყიანი წყალი და ეს არის ჭუჭყის დამაგროვებელი სივრცე. მეტი არაფერი არ ჭირდება. და თვითონვე რეცხავს და მოკლედ კაი ტიპია ძალიან რა. გარაჟის კარების გაღება დაკეტვა თავიდან არ გაგვისმარტებია და არ იყო ესე ვთქვათ დაგეგმილი და შემდეგ სმარტერებს ვთხოვეთ და მოვახერხეთ ის რომ გავასმარტეთ ძრავი და როდესაც გასაღები არ გვაქვს, ფიზიკურად გასაღები ესე გამოიყურება. ესეთი გასაღები აქვს. თუმცა ხშირად არის რომ მანქანით რომ მოდიხარ ან ფეხით გადიხარ, მოდიხარ, უცებ ამ გასაღების ძებნა გიწევს რა. ამიტომ ესე მარტივად შეგიძლია გააჩერო ნებისმიერ მომენტში აპლიკაციიდან და ისევ დაკეტო.
ერთი სიტყვით შევეხებით EcoFlow სისტემას, იმიტომ რომ წინაზე ძალიან ბევრი კითხვა გამოიწვია, ცალკე ვიდეო გადავიღეთ ზის პანელების მონტაჟზე და ერთი-ორი სიტყვით შევეხოთ EcoFlow-საც. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი სახლის სარეზერვო სისტემა, აქ გვაქვს ელემენტები, ეს არის ინვერტერი და აქ გვაქვს სამართავი პულტი, საიდანაც ხედავთ აბსოლუტურად ყველაფერს რა როგორ მუშაობს, რამდენს გამოიმუშავებს მზის პანელები, ჩართულია თუ არა გრიდი, ელემენტებში რამდენი მაქვს ენერგია და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის მთლიანი სისტემა, რომელიც ასევე არის სმარტი იმ მხრივ, რომ ამ აპლიკაციას ასევე აქვს AI ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია დააკავშირო მაგალითად ამინდის პროგნოზის აპლიკაციასთან. მაგალითად, თუ რაღაცა უამინდობა ან ცუდი ამინდი მოდის, შუქი ითიშება, მსგავსი რაღაცა სცენარებს თუ დაინახავს აპლიკაცია, ეგრევე გატყობინებს და ეგრევე ცდილობს, რომ მაქსიმალურად დატენოს მაგალითად ელემენტი, რომ მერე შენ საღამოს საათებში ან იმ პერიოდში, როდესაც ცუდი ამინდი იქნება, ან ენერგია არ იქნება, გქონდეს ეს სარეზერვო ენერგია ელემენტებში. ასევე EcoFlow-ც ესე ტელეფონში გვაქვს აპლიკაცია, პარალელურად ყველაფერს ხედავთ. პრაქტიკაში რო ვთქვა, ისე მაქვს დაყენებული სეტინგები, რომ ავტომატურად როდესაც დენი იქნება, ავტომატურად გადადის ხოლმე და ძალიან ხშირად ვერ ვიგებთ ხოლმე დენის შაქრობას და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დღისით ზის ენერგიაზეა მთლიანად სახლი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის 10 კილოვატიანი, ანუ 5 კილოვატი, 5 კილოვატი, ესეც არის სამფაზიანი 10 კილოვატიანი ინვერტერი, დადგმული სიმძლავრე გვაქვს 8 კილოვატი მზის პანელების, ვისაც აინტერესებს და უკვე ბოლო რამდენიმე თვეა ანგარიშში თელასისგან მოგდის 0 თეთრი და პლუსში ვართ 1000 კილოვატით გამომუშავების ნაწილში და ეს არის ყველა სახლის მომავალი ჩემი აზრით. Ну ეს არის კიდევ ერთი smart gadget-ი, რომელიც თავის საქმეს თვითონ აკეთებს და ცალკე ესე თქვა არ გჭირდება ხოლმე ამის დაყენება. smart gadget-ები და არა მარტო smart gadget-ები დაკავშირებული არის რეალურად EcoFlow-სთან, იმიტომ რომ თუ დენი იქნება, ჩვენთანა აქრება. მესამე სართულზე ავიდეთ ამასობაში, აქაც გვიყენია Orbibos hub-ი, ესე ვთქვათ, თან გავაღებ ცოტას გავნიავდებით და აქ არის მესამე სართულის ჩემი ოთახი. გულახდილად ახლა მითხარი რამდენჯერ ხარ აქ ამოსული? ალბათ ერთი 10 ჯერ. იმიტომ რომ არ იყო ჯერ მოწყობილი ახალობა, თუმცა ძალიან მალე მოეწყობა და აქ რო ამოვალ ხოლმე მე მეძახეთ რამდენიც გინდა. მოკლედ ძალიან მალე გაგიზიარებთ ოთახის მოწყობას, კომპიუტერის აწყობის და მოკლედ ამ ოთახზე ცალკე ვიდეოს, იმიტომ რომ იმსახურებს არა მარტო კომპიუტერების გამო, არამედ ბევრი რაღაცის გამოც. კატანაც გვაქვს აქ. ეს მეგონი შენ დაბადების დღის საჩუქრებია. მაფია გვაჩუქა დაბადების დღეზე, იქით Red Bull-ის საჩუქარი, მოკლედ ბევრი რაღაცები გვაქვს, რომელიც არ დალაგებულა და ამას შემდეგ კომპიუტერის საწყობის ვიდეოში ყველაფერს დაგათვალიერებინებთ განსაკუთრებით ჩემს ძრელ და ზოგადად YouTube-ის მოყვარულ გამომწერებს. აუ ეს უნდა განახოთ რა, სანამ თუ მოვიტოვოთ. კაი, დეტალები მე მოვიტოვოთ. მაგრამ ფეხსაცმელი რომელსაც არ ვიცმევ, იმიტომ რომ ძრავზე არის რა ტრეკერები აქვს, ასევე თვითონვე კეტავს, სმარტია, smart ფეხსაცმელია, რომელიც თემანა მართლისა და მე მგონი პირველად ნახა ისეთი გაკვირვებული იყო. ეს გაჩუქეს თუ გამოიწერე? ეს Nike-ის special edition-ია, რომელიც სოფლიოში არსებობს სულ რაღაც 800 წელი. იმიტომ რომ მე ჩავიცმე და გავიქცევი. არა, ვერ გაიქცევი, მაგაზე განამცემი ახენია, smart-ია. ასევე არ შეიძლებოდა ჩვენი smart სახლის ეპიზოდი, აი ამ მოწყობილობის გარეშე დაგვთავრებინა, რომელიც ახლა გათიშული მაქვს, რადგან შემოდგომაზე ისე ხშირად არ არის ეზოს კრეჭვა საჭირო. ეს არის EcoFlow-ს Blade მოდელი, რომელიც გაზონის საკრეჭია, ავტონომიური, თავისი AI შესაძლებლობებით და ასე შემდეგ. მე პირადად AI-ს არ ვიყენებ, იმიტომ რომ პატარა ეზო გვაქვს. ყოველ მეორე დღეს გამოდის და კრეჭს ეზოს დამოუკიდებლად შეგიძლია მიუთითო როგორი ლაინებით იარო, შეგიძლია მიუთითო ნაპირები რამდენად გადავიდეს და რამდენად დაამუშავოს და ჩვენს ეზოში რომ იდეალური ბალახია, ეს არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ ეს მოწყობილობა ზუსტად იმ სანტიმეტრზე რამდენსაც უთითებთ კრეჭს ბალახს. ზაფხულში 4-5 სანტიმეტრზე ვკრეჭთ ხოლმე, ზამთარში ცოტა ნაკლებზე, მე მგონი თუ პირიქით აღარ მახსოვს რა. მოკლედ ეს არის ტვერსასრუტის მერე ჩემი საყვარელი, იმიტომ რომ ეზოს მოვლაში ძალიან მეხმარება. და ამასობაში მილასაც გაუღვიძია. Hey, ლამაზო. როგორ ვახარმა? გამარჯობა. მილამ გაიგვიწყა, წამოჩავეხუტოთ. ვიდეოს მეორე ნაწილში გვინდა რომ როგორც ჩვენი სახლის პირველ ეპიზოდში ვუპასუხოთ რამდენიმე კითხვას. ოღონდ ეს კითხვები არ ვიცით ჯერ და ეხლა წავიკითხავთ ჩვენმა პროდიუსერმა მოგწერა და შეგვიძლია წავიკითხოთ და ვუპასუხოთ ერთად. თემზად ხარ? მე წავიკითხავ. Let's go. პირველი კითხვა. ერთი რამ, რასაც სახლში ახლავე შეცვლიდი. კი ბატონო, ეგრევე გიპასუხებ. პირველ სართულზე გვაქვს აბაზანა, რომელიც მთლიანად გვინდა რომ გადავაკეთოთ. მოკლედ დუში არის, რომელიც არავინ არ იყენებს. ძალიან არაკომფორტულად არის მოწყობილო და გადავწყვეტეთ, რომ ბავშვებისთვის გადავკეთებინა აბაზანა, სადაც ექნებოდათ საჭყუმპალაო, ლამაზი დიდი ვანა. მოკლედ ამ ხელა სახლს თურმე
აბაზანა, ჩასაჯდომი, ჩასაწოლი სჭირდება. ჩვენ არ გვეგონა ეგეთი მნიშვნელოვანი და აღმოჩნდა რომ ეგეთი მნიშვნელოვანია და მაგაზე ძალიან კარგი არის. ესეც გაიზარდა. მე რო ეხლა ვიწყებდე, ესე ცოტა შევცვლი კითხვას, მე რო ეხლა ვიწყებდე, 3 სართულიან შეიძლება არ გამეკეთებინა და მოკლედ აწი რასაც გავაშენებთ, მეორე სახლს როცა ავაშენებ, აუცილებლად გავაკეთებ 1 სართულიანს. იდეაში და დიდს, ანუ გაშრილს და 1 სართულიანს და ბევრად მაღალჭერიანს კიდე. მაგრამ რომ გავამართოთ ჩვენი პროექტი, პირველ რიგში მე შეგეუბნებოდი, რომ 3 სართულიანი არ გავაკეთოთ და გავაკეთოთ 2 სართულიანი, მაგრამ შენ მაინც გინდოდა მესამე სართულის თუ 2 ვაშენებ, მესამე ბარემ ხوار დავკარგავდი. ვერანდა უნდოდა რომ გამოეყენებინა. მაგრამ ეს მიწა მაინც არ მოგცემს იმ საშუალებას, რომ 1 სართულიანი სახე გაკეთებინა. მაგით აწი როდესაც ავაშენებ, უფრო დიდ მიწაზე 400 კვადრატზე ჩემი აზრით ნორმალურად დავაშენებ. საშუალებას უეჭველი 1 სართულიანი მე მგონი ჯობს 2 და 3 სართულიანი. შეიძლება გეგონოთ რომ ეხა ისეთი მოგონილი პრობლემაა, მაგრამ არა ხალხო, ცხოვრებას რო დაიწყებთ, დამიჯერეთ რომ 2 სართულზე, 3 სართულზე სიარული ძალიან არაპრაქტიკულია თქვენთვისაც, ბავშვებისთვისაც და ასე შემდეგ. მეორე კითხვა. კი, მილა. აბა, ჩვენი სახლის ყველაზე დაუფასებელი ნაწილი ან სივრცე, ან ელემენტი შეგიძლია მითხრა? ეზო მაგარი დაფასებულია. კი, მაგრამ ჩვენ ჩემი აზრით პირველი სართულის გვერდითა ოთახი, სადაც პოდკასტებს ვიწერდით, ეხლა ცოტა ხანი აღარ ვიწერთ პოდკასტებს და ეგ სივრცე საწყობად არის გადაქცეული და ეხლა ცოტა ხანში გადავზიდავთ ყველაფერს საგურამოში და გამოთავისუფლდება ეგ ოთახიც კაბინეტი იქნება, ეგ ალბათ თეოსი უფრო რა. დედა თუ გვიყურებთ, მაპატიებ, იმიტომ რომ საგურამოში თქო რომ გადავიტანთ ყველაფერს. არა, იდეაში ძალიან ლამაზი ოთახია, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენი GDTX-ზე პოდკასტები რაზდევს მეგობრებო, მანდ არის ჩაწერილი. სამუშაო სივრცე უნდა ყოფილიყო ყველა. თეოს სამუშაო სივრცეთ გადავაქცევთ ცოტა ხანში. შემდეგი. ყველაზე კარგი კომპლიმენტი, რაც ამ სახლის შესახებ გსმენია. ჩვენი სპონსორია, ბოდიში, ჩვენი სპონსორია Poland Spring-ი, ამერიკული სასმელი წყალი, რომელსაც ხუმრობ, უბრალოდ ამერიკიდან ჩამოვიყოლეთ. ჩვენი სპონსორი რო ყოფილიყო რომელიმე სასმელი, ახლა აქ იქნებოდა. Red Bull-ის ჩასება ვერ მოვასწარეთ, თორე უნდა გამოვიტანე. კაი, პირველ რიგში ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რაც მიმიღია, ადამიანები, ვინც ეგრევე შემოსულან ჩვენ სახლში, აი საერთოდ სხვა სამყაროში ვიმყოფებითო, გეგონება ძალიან მოსწონთ ჩვენი ეზო და ძალიან ვამაყობ ამ პროექტით, ძალიან ვამაყობ ჩვენი ეზოთი. იმის მიუხედავად, რომ ძალიან პატარა არის, ძალიან ლამაზად არის და კარგად არის გადანაწილებული ყველაფერი და მცენარეების და ამ ლანდშაფტის დიზაინზე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრათ მარიშკას ამ ყველაფრის. ცალკე ეპიზოდი დევს მეგობრებო ეზოსთან დაკავშირებით, ვინმეს თუ გაინტერესებს. და ამბობენ კიდე რომ გაცილებით უფრო დიდი ჩასო ვიდრე კამერაში. მე ვიტყოდი რომ ბეტმენის სახლს გავსო. ეს არის შენთვის კომპლიმენტი? Why not? ერთი დეტალი, რაც ჩვენი აზრით ამ სახლს აკლია და აუცილებლად უნდა დავამატოთ. ჯაკუზი მესამე სართულზე. რას გადაეკიდა ეს გუგო ამ ჯაკუზს რა? უნდა გუგო მესამე სართულზე ჯაკუზს არ გადამრიო. როდის ქცალია მაგ ჯაკუზს ჩასაჯდომად ხამის 11 საათზე შემოვდივარ. როცა გეცლება ბავშვებს რომ დააძინებ, მე ამჯერა მაგის. ჩემი აზრით ამ სახლს აკლია ავტოსადგომი. იმ ავტოსადგომს ავტოსადგომად არ ვიყენებთ, იმიტომ რომ იქ ტექნიკის, სნოუბორდების, 3D პრინტერის და ზოგადად ისეთი სივრცე არის, რომ მანქანა აღარ შემოიყვანე кайხანია. წინ მინდა თუ მოვახერხეთ მე დამატება და აუცილებლად დავამატებ სადმე სის პანელებით გადახურულ ავტოსადგომს გავაკეთებ, სადაც არა მარტო 1, არამედ 2-3 ავტომობილი, მოტოციკლეტი, კვადრო, ბაგი, კირას კვადრო, ველოსიპედი, სკუტერი, სკროლი, ყველაფერი დაეტევა. ჩემი რამე მან ითვლება? იმდენი ჩამოთვალე, რა ვიცი, რომელიც გინდა. შენები არ არის იქ? ჩემს სახელზე ჯერჯერობით ელექტროსკუტერია, რომელსაც ასევე არ აქვს ნომრები. გამარჯობა. აქეთ ამოხედე. შემოტრიალდი ბიჭებს შეხედე, ბიჭებს შეხედე. მეხუთე, ის რისიცოდნაც სახლის აშენებამდე გვჭირდებოდა და არ ვიცოდით. ანუ რასაც ხვებსაც ურჩევდით. ჩემს გამოცდილებაზე ვიტყვი, მეგონა რომ სახლს ავაშენებდი ხუთლარად რეალურად და რეალურად დაჯდა 12 ლარი. სამჯერ უფრო მეტი. 12-დან 15 ლარამდე. ანუ რომ თუ სახლის შენებას აპირებთ, გამაიძობა. თუ სახლის შენებას აპირებთ, აუცილებლად რასაც ფიქრობთ თქვენი ოპტიმალური, თუნდაც იცოდეთ, რასაც ფიქრობთ, მინიმუმ 2 იმდენი, საშუალოდ 2.5-3 მეტი დაგიჯდებათ პრაქტიკაში, დროში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იმის გათვალისწინებით, რომ სახლს მინიმუმ ჭირდება ხოლმე 2-3 წელი აშენებისთვის, ნებართვები, აშენება, საძირკველი ეს ყველაფრის დამთავრებისთვის, პლუს ინფლაცია გეწევა გზაში. გისურვებთ რომ ომიც არ წამოგეწიოთ ამ ყველაფერში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, რა ვიცი, რუსეთ-უკრაინის ომიც დაიწყო, კოვიდი ახალი დამთავრებული იყო და ნუ ამ ყველაფერმა იმოქმედა საკმაოდ ცუდად. და ბოლო. თეო, ყველაზე მოულოდნელი საყმარელი ადგილი ან კუთხე სახლში, რომელიც დიდად დაგეგმილი არ იყო, მაგრამ აღმოჩნდა. იყო ეგეთი რამე? კი, აი ეს. არ გადაახსენე. აი ეს. და ჯაკუზი მესამე სართულზე. მე მგონი შემდეგი
Wow! მე მგონი შემდეგი ეპიზოდი კომპიუტერის ოთახზე კი არა, ჯაკუზიზე იქნება, იმდენ სიძახის გოგო ჯაკუზის. მე მგონი ეგ იყო დღეისათვის კითხვები სულ და ვეცადეთ რომ მაქსიმალურად გაგვეზიარებინა, ესე ვთქვათ, ჩვენი smart gadget-ების გადაწყვეტილება, თუმცა ვერ ვიტყვი რომ რაღაცა სასწაულია და სახლი თავის ფეხებზე დადის, მაგრამ რასაც ვაკეთებთ და რაზეც ვიპოვეთ, ესე ვთქვათ, გადაწყვეტები smart-ერთან ერთად გაგიზიარეთ ყველაფერი. კი, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა smart-ერს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი smart სახლი დაგვიგეგმა და გაგვიმარტივა ჩვენ პირადად ცხოვრება. ასევე მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩემი YouTube არხის გადაადგილების ხარდამჭერია Connect-ი, რომელსაც უგმესი მადლობა ეკუთვნის, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად არის და ასევე გადაადგილებასთან ერთად რა თქმა უნდა ვახსენოთ e-motors-ი და Jetur საქართველო, რომელიც აქვე დგას და რომელიც არის ჩვენი ოჯახის საყვარელი ავტომობილი. და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ძალიან მალე გეიმინგ ოთახის მოწყობის ვიდეოთი და არა მარტო ბევრ რაღაცას შევეხებით იქ და იმედი მაქვს რომ ეს მოხდება და არა მესამე სართულზე ჯაკუზის დაყენება. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. დროებით.